საინტერესო საუბარი შედგა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის და მოგვიანებით ეს 1 საათიანი სატელეფონო საუბარი თეთრი სახლის პრესდივანმა შეაფასა როგორც შესანიშნავი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი არის. მანამდე მე მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ სამშაბათს დონალდ ტრამპს ჰქონდა სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომლის დროსაც ისინი შეთანხმდნენ ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ. ეს ამ შემთხვევაში გულისხმობს ენერგოინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტას და სწორედ ამის შემდეგ უკვე განცხადება გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სთხოვა ტრამპს, რომ როდესაც მას ექნებოდა ამის შესაძლებლობა, უკვე დაირეკა უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტისთვისაც და ის იყო მზად რო ეპასუხა ნებისმიერი ზარისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი მაშინ განაცხადა, რომ აუცილებელი არის, რომ კიევიც იყოს ჩართული მოლაპარაკების პროცესში, რადგან ამ ომში არის ორი მხარე, შესაბამისად კიევის გარეშე მოლაპარაკებები არ იქნებოდა პროდუქტიული. თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ პრეზიდენტებმა ისაუბრეს კერძოდ იმ კონკრეტულ დეტალებზე, რაც იქნებოდა დასაზუსტებელი უკვე ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის. აგრეთვე საინტერესო არის, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის და მისი ადმინისტრაციის ძალისხმევისთვის მშვიდობისკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის, იმიტომ რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში მათი შეხვედრის დროს გამართული კამათის ერთ-ერთი საგანი სწორედ ის იყო, რომ დონალდ ტრამპის აზრით ვოლოდიმირ ზელენსკის არასდროს არ გადაუხდია მადლობა შეერთებული შტატებისთვის, თუმცა ეს სატელეფონო საუბარი ამჯერად განსხვავებული გამოდგა და მაყურებელს შეუძლია მოისმინოს პრესტივნის კომენტარი. დღეს პრეზიდენტ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შესანიშნავი სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს 11 მარტს ქალაქ ჯიდაში უკრაინული და ამერიკული დელეგაციების მუშაობის პროდუქტიული დასაწყისისთვის. ორივე ერის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ომის დასრულებას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებით ჯაველინის რაკეტებისთვის, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა უზრუნველყა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ამერიკა გააგრძელებს ერთად მუშაობას ომის რეალურად დასრულებისთვის და რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. თეთრი სახლის პრესტივნის ინფორმაციით ვოლოდიმირ ზელენსკი თანახმა არის ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის წინადადებაზე, რომელიც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეათანხმა, თუმცა აღსანიშნავი არის, რომ თვითონ რუსეთის პრეზიდენტი არ დათანხმდა ცეცხლის სრულ შეწყვეტას და რამდენიმე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მან მოსთხოვა დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო, ფინანსური და სადაზვერვო ინფორმაციის სრულად მიწოდების შეწყვეტა, თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპმა ის წინადადება უარყო უშუალოდ Fox News-ში ინტერვიუს დროს. პუტინის აზრით, თვითონ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების გარეშე ცეცხლის სრულად შეწყვეტა იქნება მხოლოდ უკრაინისთვის გადაიარაღების და ასე ვთქვათ დროის მოგების შესაძლებლობა, რაც არ არის მიზანშეწონილი თვითონ რუსეთისთვის. საინტერესო არის, რომ უშუალოდ პრესმდივნის ინფორმაციით დონალდ ტრამპმა სრულად გაუზიარა ყველა ის დეტალი ვოლოდიმირ ზელენსკის, რაზეც ისაუბრა პუტინთან. ეს იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, თხოვნა უკრაინის პრეზიდენტის, რომელიც ჰქონდა ტრამპის მიმართ, რომ უკრაინას სცოდნოდა დეტალები, რაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და რაზე უნდა განაცხადოს უკრაინამ თანხმობა და დონალდ ტრამპმა ამ შემთხვევაში მას სრულად გაუზიარა ყველა ეს დეტალი, რაზეც შედგა საუბარი. მისი ადმინისტრაცია საკმაოდ ოპტიმისტურად განწყობილი და ფიქრობს, რომ არასდროს ასე ახლოს ამ მშვიდობასთან არ ყოფილან. სხვათა შორის პრესტივანმა აგრეთვე დააკონკრეტა, რომ რამდენიმე დღეში სულ მალე საუდის არაბეთში გაიმართება მორიგი სამიტი უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის, სადაც განიხილავენ დეტალებს ამ ომის დასასრულებლად. პრეზიდენტის მოლაპარაკებების გუნდი და ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები კვლავ გაემგზავრებიან საუდის არაბეთში ამ კვირის ბოლოს, რათა გააგრძელონ მუშაობა დეტალების გასარკვევად, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ მშვიდობასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილვართ და აქამდე მხოლოდ პრეზიდენტი ტრამპის ლიდერობით მივედით. ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა, ასე ვთქვათ, ტრამპის მიმართ უпростоრად დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა პრესმდივანს, რა ამდენად სიმართლე იყო, ასე ვთქვათ, დახმარების შეწყვეტის საკითხი, თუმცა პრესმდივანმა ხაზი გაუსვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტა არ იგეგმება და ის სრულად იქნება გაზიარებული უკრაინის მხარისთვის, იმისთვის, რათა მათ მოახერხონ საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა.
აგრეთვე მისივე თქმით ვოლოდიმირ ზელენსკიმ სთხოვა დონალდ ტრამპს დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემების პატრიოტების გადაცემა იმისთვის, რომ საკუთარი თავის დაცვა შესძლებოდა უკრაინას და დონალდ ტრამპი დაეთანხმა ამ წინადადებას და მისცა პირობა, რომ დაეხმარებოდა განსაკუთრებით ევროპაში იმ ვარიანტების მოსაძიებლად, რაც იქნებოდა შესაძლებელი მათთვის ამ პატრიოტების გადასაცემად. აგრეთვე საუბარი შეეხო ატომურ ელექტროსადგურებს, ძალიან საინტერესო დეტალი იყო საუბრის, კერძოდ დონალდ ტრამპის აზრით, მან ურჩია ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ატომური ელექტროსადგურები ამერიკული მფლობელობის ქვეშ გადაეცა, რადგან მისი აზრით ყველაზე კარგი თავდაცვა და დაცვა ამ ენერგოინფრასტრუქტურის იქნებოდა თუ ამერიკული მფლობელობის ქვეშ იქნებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიზიარა ეს წინადადება, აგრეთვე მან აღნიშნა, რომ ამ ქარხნების მართვაში ამერიკელები თავიანთი გამოცდილებით უფრო მეტად დაეხმარებოდნენ და პრესტივანმა ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინის ელექტრომომარაგებაზე და ატომურ ელექტროსადგურებზე. მისი თქმით, შეერთებული შტატები შეიძლება ძალიან დაეხმაროს მათ ამ ქარხნების მართვაში თავისი გამოცდილებით. ამ სადგურების ამერიკული მფლობელობა იქნება საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურის და ზოგადად უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის. სატელეფონო საუბრის შემდეგ განცხადება გაავრცელა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, მან სოციალურ პლატფორმა X-ზე კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას გაწეული ძალისხმევისთვის, აგრეთვე მზაობა გამოთქვა საუდის არაბეთში მოსაოდნელი შეხვედრის შესახებ, რომელზეც უნდა გაირკვეს ის დეტალები, თუ რა გეგმა აქვს უშუალოდ ამერიკულ დელეგაციას ამ ომის საბოლოოდ დასასრულებლად.